დავით ჯიქია, ერთად ვიზრუნოთ რუსთავზე. ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა დავით ჯიქიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან ბიძინა გუჯაბიძესთან ერთად საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა მე-12 მიკრორაიონის რამდენიმე კორპუსის მაცხოვრებლებს გააცნო. მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაცია და მათთან ერთად რუსთავზე ზრუნვა. ეს არის მთავარი პრიორიტეტი, რომლის განხორციელებასაც ქართული ოცნება რუსთავში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. დავით ჯიქია მოსახლეობასთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დასაქმების პრობლემის მოგვარებაზე, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე გაამახვილა. ვისაუბრებთ ზოგადად არსებულ სიტუაციაზე, წინასაარჩევნო გარემოზე, ასევე მთავრობა და თქვათ კოალიცია ქართული ოცნება გამარჯვების შემთხვევაში რას გააკეთებს და ანუ ჩვენ გქონდა საუბარი, მე არაერთხელ მისაუბრე ამ თემაზეც, რომ ჩვენი ძირითადი ამოსავალი ის არის, რომ მოსახლეობასთან ერთად განვახორციელოთ ნებისმიერი პროექტი და ნათელი მაგალითი იყო ის, რომ მე აქ როცა დავინიშნე, დაახლოებით ერთ კვირაში მოვედი, ვისაუბრე მაშინ მოსახლეობის მას ჰქონდა პრეტენზიები, რაღაცა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და დღესდღეობით მისი 90% შესრულებული, ანუ აქცენტი რაზე აღებული? აქცენტი აღებული იმაზე, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეს არის უზენაესი. და აუცილებლად მათთან ერთად უნდა მოხდეს ნებისმიერი ინფრასტრუქტურის პროექტის გადაწყვეტა და გადაწყვეტა ის იმიტომ რომ მათი საცხოვრისია და ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში ეს მაცხოვრებლები არიან. მიდგომა ადამიანებთან ურთიერთობაში იქნება აბსოლუტურად ადამიანური მართლახუმანური, იქნება ის რომ ყველა მოსახლე იგრძნობს იმ სიკეთეს რომ მათ მოიყვანეს თავიანთი რჩეულები რუსთავის მმართველობაში, რუსთავის ხელისუფლებაში, აქამდე ნაციონალების ნარჩენები არიან, რითაც პრობლემები იქნება თვითონ რუსთავში, იმიტომ რომ მოსახლეობას უნდა შეუქმნა შთაბეჭდილება, თვითონ ახალი ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს და ამას წერტილი დაესმება ამ არჩევნებით. ჩვენ გვექნება შესაბამისად კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ეს კომუნიკაციის ფორმები მე უკვე თქვი რა ფორმებითაც იქნება კომუნიკაცია მოსახლეობასთან და რაც მთავარია, მე ერთი და მინდა დავამატო და გითხრათ ყველას. თქვენ ხედავთ განწყობა არის საუკეთესო, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს და ცდილობს რომ მხარე დაუჭიროს კოალიცია ქართული ოცნებას და მე მინდა ყველას მოუწოდო. ყველა მოქალაქეს მოუწოდო რომ მიბრძანდნენ არჩევნებზე და თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი დააფიქსირონ.